არის ჩვენთან პრობლემა, რომ რადიოლოგი და კლინიცისტი ერთ ენაზე არ საუბრობს რა. ნუ ამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ის არის, რომ რადიოლოგებმა იციან ცოტა კლინიკა და ეს არის რეალური პრობლემა განსაკუთრებით თანამედროვე რადიოლოგებმა, რომელიც პირდაპირ რადიოლოგიაში წავიდნენ და რაღაც კლინიკური დარგები გავლილი არ აქვთ რა. და არის კიდე მეორე პრობლემა ზოგადად, სადაც უკვე კლინიცისტებმა არ იციან რადიოლოგია. ჩემი აზრით, ხო, ანუ მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი დარგი, პულმონოლოგია და რადიოლოგია, ხო? აი ფილტვის კატეზე თანაბრად უნდა შეეძლოთ იმსჯელონ რადიოლოგმა და პულმონოლოგმა და რეალურად ორი ადამიანის დასკვნის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, როცა რადიოლოგიური სურათი იქნება, რადიოლოგი ფილტვის გარდა პულმონოლოგთან ერთად უამრავ სხვა საკითხს ნახულობს და სხვა საკითხს გადის. აი იმ დანარჩენში ის უნდა დაეხმაროს, თქვათ, პულმონოლოგს, ხო? ამიტომ აქაც კლინიკური ნაწილის კლინიცისტების კარგი არის თუ ამ ლექციებს მოისმენს, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის იქნება ძალიან საინტერესო რადიოლოგიური ნაწილი, სადაც ანუ ეცოდინებათ რას მიაქციონ ყურადღება, რას შეხედონ და ეს ცოდნა ჩემი აზრით არის აუცილებელი რა. ჩვენთან რადგანაც არის პაქსი, რაღაც გამოცდილება მანახა, რომ ძალიან ხშირად მე როგორც რადიოლოგს, აი კლინიცისტი მოსულა და კითხვა დაუსვამს, რომ აი ამ დეტალზე ეს ასეა, რატო არის ასე კი არა. საერთოდ პირიქით ხომ არ არის და საინტერესო ოპონირება შეუძლია ყოველთვის გაგიწიოს და დიაგნოზამდე მისვლაშიც დაგეხმაროს რა. გარდა თქვათ კლინიკური დაავადებების ცოდნისა და რადიოლოგიური ცოდნისა, ხო, ასევე არის საჭირო კარგად იცოდეთ როგორც კლინიცისტებმა, ასევე რადიოლოგებმა ფიზიოლოგია და ანატომია. რა თქმა უნდა, ახლა მე ფიზიოლოგიის და ანატომიის სწავლებას ყველაფერს ერთად ვერ მოვახერხებთ. თუმცა რაღაცა დოზით იქნება ეს ინტეგრირებული ჩვენ ლექციებში, ჯერ დავიწყებთ ძალიან რაღაც მარტივი დეტალებით და ნელ-ნელა გავართულებთ და უფრო დეტალებში შევალთ. რაღაცა ეტაპზე ხო უკვე როცა დაავადებებზე დავიწყებთ საუბარს, მაგალითად პულმონოლოგიას ვაკეთებთ პირველს და პულმონოლოგიურ დაავადებებზე დავიწყებთ, აუცილებლად დამჭირდება კლინიცისტის დახმარება. და მასთან ერთად მინდა რამოდენიმე მოხსენება, რომ გავაკეთეთ, უკვე მე და ელენე ვისაუბრეთ და აუცილებლად ერთად მოვახდენთ, რომ მან მაგალითად მე როგორც რადიოლოგს ამიხსნას, რას ელოდება, რაზე უნდა გავაკეთო მეტი აქცენტი დასკვნაში და რა კითხვები აქვს ზოგადად და ჩვენ კიდე როგორც რადიოლოგები მას რაღაც кейსებზე დაყნობით უკვე მივაწოდებთ ისეთ ინფორმაციას და მას ავუხსნით თქვათ პულმონოლოგებს თუ როგორ ხედავთ და რას ვითვალისწინებთ და რას არა, ხო? ნუ დავიწყოთ მაშინ ფილტვზე საუბარი, პირველი ვიწყებთ ზოგადად ფილტვით და რაღაც გასახურებლად ძალიან ელემენტარული დეტალებით მინდა დავიწყოთ, რაც პრინციპში ისედაც ყველამ ვიცით, ხო? ნუ გვაქვს ორი ფილტვი, მარჯვენა და მარცხენა, ხო? და გვაქვს მარჯვნივ არის 3 წილი და მარცხნივ არის 2 წილი, ხო? შესაბამისად არის წილოვანი ბრონქებიც. აქ ჩვენთან სლაიდზეც კარგად ჩანს, აქ 5-ვე წილი ფილტვის და მათი წილოვანი ბრონქები, ეს ისედაც ყველამ კარგად ვიცით, ხო? ახლა რაც შეეხება სეგმენტებს. თითოეული წილი იყოფა რამოდენიმე სეგმენტად. სეგმენტებში არის ძალიან საინტერესო დეტალი. ანუ სეგმენტებს შეგვიძლია ჩვენ დავარქვათ კონკრეტული სახელები და შეგვიძლია ნუმერაციითაც გავყვეთ. ჩვენთან რატომღაც მიღებული არის და ეს არანაირად არ არის შეცდომა, რომ რაღაც ნუმერაციით მიყვებით პირველი, მეორე, მესამე, ნუ ასე შემდეგ მე-10 წილამდე რა. თუმცა დასავლეთის გამოცდილება ევროპის და ამერიკის, რომ ცოტა სხვა სახელებს არქმევენ. აი მაგალითად ავიღოთ მარჯვენა ფილტვი, ხო? მარჯვენა ფილტვის ზედა წილში გვაქვს 4 სეგმენტი.
ეს არის პირველი, მეორე და მესამე. ნუ პირველი სეგმენტი არის აპიკალური სეგმენტი, ანუ ის აპიკალური სეგმენტური ბრონქით, რომელიც აპექსში მიდის და წინა და უკანა. წინა არის მესამე სეგმენტი, უკანა არის მეორე სეგმენტი, ხო? ჩვენ როცა აღწერილობას ვაკეთებთ, მაგალითად, მარჯვენა ფილტვის ზედა წილში ვნახეთ რაღაც კვანცი, ხო? უნდა აღწეროთ, რომ რომელ სეგმენტშია. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, რომ დავარქვათ ზედა წილის აპიკალურ სეგმენტში, ზედა წილის უკანა სეგმენტში ან წინა სეგმენტში, ვიდრე ნუმერაციებით. ანუ მოსაძებნადაც ადვილია და ამ ციფრებში ნაკლებად დავიკარგებით და მიღებული პრაქტიკაც მე სადაც მინახია ევროპაში უფრო აი ასე არის რა. შუა წილში არის ლატერალური და მედიალური სეგმენტები და ქვედა წილში გვაქვს უკვე 5 სეგმენტი, ეს არის ზედა, ეს არის მედიალური, ანტერიული, ლატერალური და პოსტერიული. ნუ ამას თქვენ თვითონ ნახავთ, ანუ მთავარი მესიჯი ამით რა ისი თქმაც მინდოდა, ჩემი აზრით ჯობია რომ ვისაუბროთ არა ციფრების მიხედვით, არამედ ადგილმდებარეობის დასამახსოვრებლადაც ადვილია და შემდეგ კლინიცისტებსაც გასაგებად ადვილია რა. ვიდრე ახლა აი ციფრი ვერ იხსედებ, უნდა ჩახედო. ამიტომ ვეცადოთ რომ უფრო მარტივად გამოვიდეთ და კიდე ერთი დეტალი არსებობს ასეთი ვენა, ეს არის კენტი ვენა, აზიგოსი და ზოგ პაციენტში ხდება კენტი ვენის წილი, რომელსაც აქ თქვენ ხედავთ. ესეც შეგიძლიათ თუ რამე ხდება ამ სეგმენტში, დასკვნაში შეგვიძლია ჩავწეროთ. თუ არაფერი, ნუ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არის ასეთი წილი, თუ მასთ არ არის და აუცილებლად ეს გინდა თუ არა თუ ვიპოვეთ დასკვნაში უნდა იყოს. ჩემი აზრით ეს დიდი შეცდომა არ იქნება რა, თუ ახლა ამაზე დიდ დროს არ დავკარგავთ რა. თვითონ ადგილმდებარეობა გასაგებია, ხო? ან დაახლოებით გავიარეთ წილების სეგმენტები და ნუ შესაბამისი ბრონქები, ხო? ნუ დღეს რაღაც კონკრეტულ პათოლოგიებზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ მაინც უფრო ანუ რადიოლოგიის გადმოსახედიდან ანატომიაზე და ფიზიოლოგიაზე მინდა ვისაუბროთ და თუ ანატომიაზე და ფიზიოლოგიაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ფილტვის ფუნქციური ერთეული რა არის. ფუნქციური ერთეული რას ნიშნავს ზოგადად, ხო? ფუნქციური ერთეული არის ის სტრუქტურა, სადაც თავიდან ბოლომდე ჩადებული არის ფილტვის ფუნქცია. და რომელიც შეიცავს ყველა იმ სტრუქტურას, რისგანაც არის, ეს არის ის აგური, რისგანაც არის ნაშენები ფილტვები. და ეს აგური, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ამის ვიზუალიზაცია რადიოლოგიურად ხდება. და ეს არის ლობულა. ლობულა, აი პირველ მხარეს გვაქვს სქემატური ნაწილი მოცემული თუ რა არის ეს ლობულა და მეორე სურათში არის უკვე რადიოლოგიური ნაწილი, სადაც ეს ლობულა ჩანს. ლობულის დანახვა ყველა პაციენტში ასე ადვილად არ ხდება. ყველაზე კარგად მისი ვიზუალიზაცია შეგვიძლია მოვახდინოთ იმ ადამიანებში, სადაც ინტერლობულარული ზგიდეები არის გასქელებული. ინტერლობულარული ზგიდეების, აი მაგალითად ეს არის პაციენტი, რომელსაც სქელი ინტერლობულარული ზგიდეები აქვს და ძალიან ხედავთ აქ ლობულა როგორ გამოიყურება. აი, ჩავიდეთ ჰისტოლოგიურად, თუ რა არის ახლა ეს ლობულა, ხო? ლობულაში ცენტრალურად შემოდის ბრონქი და ეს ლურჯად რაც არის აღნიშნული, ეს ვენური სისხლი არის ლურჯად აღნიშნული და ეს არის სინამდვილეში არტერია, ხო? ფილტვის არტერია. ანუ მცირე ზომის ფილტვის არტერია და ბრონქი. აი ესენი შემოდიან ცენტრალურად და შემდეგ იწყება ამათი დატოტვა. და მე რეკვნიან აცინუსებს. აი აქ პერიფერიაზე რაც ჩანს, ხო, ეს უკვე აცინუსებია, სადაც ტერმინალური ბრონქიოლი არის და ტერმინალური არტერია არის, ხო? ალვეოლები აცინუსი შედგება ტერმინალური ბრონქისა და ალვეოლებისაგან და შესაბამისი სიზარღვებისგან. აქედან გამომდინარე, აქ ხდება გასტაცვლა. შემდგომ უკვე არტერიული სისხლი, ანუ ჟანგბადი მდიდარი სისხლი გადმოდის
ვენებში, ვენულებში, ვენებში და ეს ყველაფერი იკრიბება ინტერლობულარულ ზგიდეებში. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თუ რაღაცა არის, თქვათ, დაზიანება ინტერლობულარულ ზგიდეებში, ვენების გარდა გადის ლიმფური სისტემაც. ანუ ინტერლობულარულ ზგიდეების გასქელება ნიშნავს დილატირებულ ფილტვის ვენებს. ამიტომ, როცა დასკვნაში გვხვდება, რომ ინტერლობულარული ზგიდეები არის გასქელებული, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ან ფილტვის ვენებია დილატირებული, ან კიდევ რაღაცა ლიმფური დრენაჟის დარღვევა არის, ხო? მე დაავადებებზე როცა გადავალთ, უკვე ეს ბევრ ადგილას შეგვხვდება და უბრალოდ მაგალითად მინდა მოვიყვანო რამოდენიმე кейსი, სადაც ეს ყველაფერი, ანუ ლობულას, თქვათ, დაზიანებები, როგორც ჩანს სხვადასხვა კლინიკურ кейსში. უბრალოდ მანამდე კიდე ერთხელ გავიაროთ, ცენტრალურად ჩემოდის ბრონხი, არტერია, ამიტომ თუ ცენტრალობულარულად რამე ხდება და აღწერილობაში არის ცენტრალობულარული ცვლილებები, ესე იგი მაშინ არის რაღაც პრობლემა ან ბრონხში, ან არტერიაში, ხო? და პარასეპტალური, ანუ სეპტუმის მიმდებარე თუ არის დაზიანებები, აქ უკვე არის ვენები და ლიმფური სისტემა. ხო, აი მაგალითად ინტერლობულარული ზგიდეების გასქელება გულის უკმარისობის დროს, ხო? განსაკუთრებით ამ შემთხვევაში გულისხმობ მარცხენა მხრე გულის უკმარისობას, ხო? ესეც რენტგენზეც ვიცით, Kerley B lines. ეს არის გასქელებული ინტერლობულარული ზგიდე რეალურად. გულის უკმარისობის დროს ესენი გვხვდება, იმიტომ რომ მაღალი წნევა არის მარცხენა წინაგულში, შესაბამისად მაღალი წნევა არის ფილტვის ვენებში და ისინი არიან დილატირებული. ამიტომ ძალიან კარგად არის აი ხედავთ აი აქ როგორც ჩანს ლობულა თავისი ზგიდეებით გამოხატულია რა. და მსგავსი დაზიანება ახასიათებს ასევე ლიმფაგიტური კარცინომატოზის დროს, როცა ონკოლოგიის დროს არის მეტასტაზური დაზიანება შუა საყრეს ლიმფური კვანძების და იქიდან უკვე ვრცელდება კარცინომატოზი ლიმფური გზების გავლით, რაც ასევე იწვევს დრენირების დარღვევისა და ტუმორის ინფილტრაციის გამო ხდება ინტერლობულარული ზგიდეების დაზიანება და ზოგჯერ ძალიან ძნელი არის ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან განსხვავება. მთავარი ნიშანი მაინც რითაც უნდა განვასხვაოთ, ხო? არის ის, რომ გულის უკმარისობის დროს უფრო დიფუზურად და თანაბრად ხდება ინტერლობულარული ზგიდეების გასქელება, განსხვავებით ლიმფანგიტური კარცინომატოზის დროს რა. ანუ ერთი განსხვავება, რა თქმა უნდა, ანამნეზით შეგვიძლია მოვახდინოთ, ხო? და შუა საყარში გადიდებული ლიმფური კვანძები, თუმცა ლიმფური კვანძების გადიდება ასევე გულის უკმარისობასაც ახასიათებს, მაგრამ უფრო მეტად სიმსივნურ დაზიანებებს, ხო? მეორე ის, რომ არათანაბრად არის ლიმფანგიტური კარცინომატოზის დროს და მესამე განმასხვავებელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიმფანგიტური კარცინომატოზის დროს კვანძოვანი გასქელება ახასიათებს, არათანაბრად და კვანძოვნად არის გასქელებული ინტერლობულარული ზგიდეები განსხვავებით გულის უკმარისობის დროს. ამ დეტალებს კიდე მრავალჯერ მიუბრუნდებით, როცა უკვე კონკრეტულ დაავადებებზე ვისაუბრებთ. და ასევე ანუ ლობულა ძალიან ხშირად არის ნახსენები რადიოლოგიურ დასკვნებში, ხო? აი ცენტრალობულარული ემფიზემა. ეს არის, როდესაც მთლიანად ლობულაში ხდება ფუნქციური ალვეოლების დაზიანება, მათი ერთმანეთთან გაერთიანება, შერწყმა და მთლიანად ემფიზემაც ხო ეგ არის. როცა ანუ მეტად არის, ვთქვათ, შეხების ზედაპირი, ალვეოლის შეხების ზედაპირის ფართობი არის შემცირებული და ემფიზემას უკვე რადიოლოგიურად ხედავთ, უფრო დაბალი სიმკვრივის უბნებს, ვიდრე ფილტვის ქსოვილი არის, ხო? ემფიზემაზე, რა თქმა უნდა, კიდევ დეტალურად ვილაპარაკებთ, მაგრამ იქ ჩვენ ვარჩევთ ცენტრალობულარულ და პანლობულარულ ემფიზემას. ეს სხვადასხვანაირად გამოიყურებიან ესენი და სხვადასხვა დაავადების დროს ხდება. ახლა ცენტრალობულარული მაგალითად უფრო მწველებში არის და პანლობულარული უფრო კონგენიტალ ემფიზემის დროს არის მაგალითად, როცა ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტია. ასევე ლობულას უნდა დავაკვირდეთ, როცა არის მაგალითად 3-in-bad sign, ხო? მაგ უკვე ცენტრალობულარული კვანძოვანი, 3-in-bad sign რეალურად არის ცენტრალობულარული კვანძოვანება. ანუ ლობულის შიგნით არის კვანძი. ხო, ანუ ცენტრალობულარულად რა სტრუქტურა გვაქვს, რა ვთქვით?
ცენტრალურულად გვაქვს რეებია. ბრონქი და არტერია, ხო? არტერიების დაზიანება ახლა ასე ადვილად არ ხდება და არტერიის დაზიანების ნიშანს ცოტა იშვიათად ხედავთ, როგორც ეცით თუ ცენტრალურულად რაღაც ცვლილებები არის, უფრო ჰაერგამტარი გზების დაზიანებაა რა. ამიტომ ცენტრალურულად კვანძოვანება როცა არის, ანუ ტრიიმბად საინი, ქართულად დავარქვით დაკვირტული ხის ნიშანი, რომელსაც აი აქ ხედავთ ჩვენ და აქ უკვე ჩვეულებრივი დაკვირტული ტოტი არის, რის გამოც დაარქვეს ეს სახელი. და არის ცენტრალურული კვანძოვანება, რომელსაც ვეძახით ტრიიმბად საინი. ეს არის დამახასიათებელი წვრილი კალიბრის ბრონქების ანთების დროს. მაგალითად, როცა არის ბრონქიოლიტი. დაახლოებით თქვათ ანატომიაზე ვისაუბრეთ, რადგანაც ახლა ფილტვის რადიოლოგია უნდა განვიხილოთ, ან მოკლედ ძალიან მოკლედ მოგახსენეთ ანატომიაზე, რა თქმა უნდა, ანატომიას თქვენთან უნდა დასხდეთ და კიდევ ერთხელ წაიკითხოთ მუდმივად დაგჭირდებათ ბევრი დეტალის კიდევ ჩახედვა, სანამ დაიმახსოვრებთ ამას და ბოლომდე რაღაც დეტალებს მაინც ვერ მიმახსოვრებთ და კიდევ ერთხელ გადაკითხვა ჭირდება, მაგრამ ეს არის საბაზისო, რაც თქვათ ექიმმა უნდა იცოდეს და სხვა დეტალების მერე უკვე დინამიკაში ვისწავლით, ხო? კაი, ძალიან მოკლედ მინდა ფიზიოლოგიაზეც ვისაუბრო და რაღაც ტერმინებზეც, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რადიოლოგებისთვის, ისევე კლინიცისტებისთვისაც რა. ფილტვის ფუნქცია რა არის? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ხო? ფილტვის ფუნქცია არის გასტაცვლა, ანუ ჟანგბადის მიწოდება სისხლამდე, იმიტომ რომ ყველა ქსოვილს ჟანგბადი ჭირდება და ქსოვილობამ შესაბამისად შემდგომ ქსოვილებამდე და ქსოვილებიდან და სისხლისგან ნახშირორჟანგის გამოდევნა. ეს არის მთავარი ფუნქცია, ახლა კიდე შეგვიძლია ფილტვს ენდოკრინული ფუნქციაც კი აქვს და ძალიან ბევრი სხვადასხვა რამეში იღებს მონაწილეობას, მაგრამ ძირითადი და მთავარი ფილტვები გვაქვს, იმიტომ რომ მოვახდინოთ გასტაცვლა, ანუ მივიტანოთ ჟანგბადი ქსოვილობამდე და ქსოვილებიდან გამოვიტანოთ ნახშირორჟანგი, ხო? და აქვე გვხვდება ორი დასახელება, ხო? ორი ტერმინი. ეს არის ვენტილაცია და პერფუზია. ვენტილაცია თუ რა არის, ხო? ყველამ ვიცით, ხო? აი სტუდენტებს რო ვკითხო რა ვენტილაცია რა არის, დაახლოებით პასუხს გამცემენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ზოგმა თქვენგანმა ბოლომდე შეიძლება და ახსნა ვერ გავაკეთოს რა ფორმულის დონეზე. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელობა აქვს ტერმინებს, ხო? იმიტომ რომ აი მაგალითად ოთახში არის ვენტილაცია. თუ არ არის ვენტილაცია, რას ნიშნავს ოთახის ვენტილაცია რა არის? ვენტილაცია ნიშნავს იმას, თუ ამ ოთახში რა რაოდენობით ჰაერი შემოდის და გადის. გააგრილების სისტემა სხვა არის, მაგრამ ვენტილაცია სხვა არის, ხო? კონდიციონერს მაგალითად ვენტილაციის ფუნქცია ცოტა აქვს. ის ატრიალებს იმ ჰაერს, რომელიც ოთახში გვაქვს, მაგრამ ვენტილაცია არის გარედან, ანუ გარე სამყაროდან რა რაოდენობის ჰაერი შემოვიდა ოთახში და აქედან გავიდა. ამიტომ აქვს თავისი ერთეული. ეს არის მოცულობა დროში. ამიტომ როცა ვენტილაციაზე ვსაუბრობთ, სულ უნდა ვიცოდეთ, რომ ვსაუბრობთ რაღაც მათემატიკურ ციფრზე, ხო, რომელიც ამ ფიზიკურ ერთეულზე, რომელიც არის მოცულობა დროში. ანუ არსებობს ასეთი ტერმინი ალვეოლარული ვენტილაცია, ხო? თუ რა რაოდენობის ჰაერი ჩადის ალვეოლებში და ამოდის 1 წუთის განმავლობაში. ეს არის alveolar ventilation. ხო, ვისაც მე უკვე აპარატებთან გიწევთ მუშაობა, თქვათ, მოვიდა კლინიცისტი და რაღაც ამ დეტალს ხმარობს, ხო? ნუ ეს ელემენტარული, მაგალითად, რადიოლოგმა უნდა იცოდეს, რომ რაღაც უხერხულად, როგორც მინიმუმ უხერხულად არ ვიგრძნოთ თავი და ავყვეთ, თქვათ, კლინიცისტებს გარკვეული საკითხებზე საუბარში, ხო? ანუ კიდევ ერთხელ ალვეოლარული ვენტილაცია არის
ის მოცულობა, რაც 1 წუთის განმავლობაში შედის და ამოდის ალვეოლებში და იღებს მონაწილეობას გასწავლაში. აქაც ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს და არის საუბარი ალვეოლარული ვენტილაციაზე და არა მთლიანად ჩასუნთქულ და ამოსუნთქულ ჰაერზე. თუ რატო რა განსხვავება ამ ორ შორის ქვევით კიდევ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ყველა ჩასუნთქული ჰაერი არ იღებს გასაწვლაში მონაწილეობას, იმიტომ რომ ნაწილი რჩება ტრაქეაში და ბრონქებში, ხო? და ასევე არის ფილტვის პერფუზია. ანუ ფილტვს აქვს თავისი სისხლის მომარაგება. პერფუზიაც ასევე ფიზიკური ერთეული არის, ხო? და ესეც იზომება მოცულობა დროში. ანუ თუ რა რაოდენობით სისხლი მივიდა დროის გარკვეულ მონაკვეთში ალვეოლებამდე. ნუ რა იქნება, ანუ ყველაზე მარტივად რას უდრის ფილტვის პერფუზია? ყველა ორგანოს აქვს თავისი პერფუზია, ხო? ფილტვის პერფუზია რისი ტოლი იქნება? კი ბატონო, ანუ წუთმოცულობის ჩვეულებრივ გულმა რაც ისროლა, თუ არ არის რაიმე თქვათ თანდაყოლილი შუნტი ან მარცხნივ შეძენილი, თუ შუნტი არ აგვაქვს, რა რაოდენობას გული ისრვის სისტემურ ცირკულაციაში, იგივე რაოდენობა მიდის ფილტვებშიც, ხო? ამიტომ უდრის გულის წუთმოცულობას. ფილტვის პერფუზია უდრის გულის წუთმოცულობას, ანუ 100% სანამ მოხდება ორგანიზმში გაივლის ფილტვებს. და კიდევ არსებობს თქვათ გარკვეული ტერმინები, ხო? ანუ ფილტვს აქვს თავისი მოცულობა. თავისი მოცულობები აქვს, რომლებსაც თავიანთი სახელები ქვიათ. და ნუ სტანდარტულად ჩვენ თითო ჩასუნთქვა ამოსუნთქვაზე სუნთქავთ დაახლოებით 500 მილilitre ჰაერს დასრული ადამიანი, ხო? ამის გარდა ჩვენში კიდე შეგვიძლია რომ ამოვისუნთქავთ მშვიდად, შეგვიძლია კიდევ გარკვეული რაოდენობის ჰაერი ამოვისუნთქოს უკვე ამას ვეძახით ექსპირატორული რეზერვ ვოლიუმს, ხო? თუმცა ბოლომდე ფილტვები არ იცლება და რჩება რეზიდუალური მოცულობა. ამას ვეძახით ფილტვის რეზიდუალურ მოცულობას. სტანდარტული ჩასუნთქვის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია კიდე ჩავისუნთქოთ ჰაერი და უკვე ამას ვეძახით ინსპირატორულ რეზერვ მოცულობას რა. ნუ ეს დაახლოებით წარმოდგენა რომ გქონდეს თქვათ ფილტვში ჰაერთა აცვლა როგორ გამოიყურება და რანაირად ნუ განსაკუთრებით ეს დეტალები უმერე კლინიკურ ნაწილში ამ დეტალებზე საუბრობენ პულმონოლოგები და რეანიმატოლოგები და მათთვის აქვს ამას მნიშვნელობა. და გარკვეული პროცედურების დროს მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოცულობების გამოთვლა. და მთელი რიგი აპარატურა არსებობს, რომელიც თქვათ ამ ყველაფერს სწორად ითვლის, ხო? ამაზეც დაახლოებით უკვე ძალიან მოკლედ და დეტალურად კიდე ვისაუბრებთ. კიდე მინდა რომ ანუ რაღაც ტერმინებზე შევთანხმდეთ, რომელსაც მომავალში გამოვიყენებთ, ხო? ეს ტერმინები მინდა რომ ყველამ კარგად თქვათ ვიცოდეთ. აი მაგალითად რა არის dead space? ანუ მტარი სივრცე. მტარი სივრცე არის ის ჩასუნთქული ჰაერი, რომელიც ჰაერთა ცვლაში მონაწილეობას არ იღებს. ანუ რა არის ეს? ტრაქეა და ბრონქები, ხო? ანუ ტრაქეაში და ბრონქებში დარჩენა ცხვირში, ცხვირხახაში, ტრაქეაში, ნუ ყველა ადამიანს სხვადასხვა გვაქვს და ყველა ადამიანთან რაღაც ინდივიდუალურად ამას ქვია ფიზიოლოგიური მკვდარი სივრცე, ფიზიოლოგიური dead space. პათოლოგიური მკვდარი სივრცე რა იქნება? აი მაგალითი შეუძლია მოიყვანოს პათოლოგიური მკვდარი სივრცე რა არის? ანუ ხდება ანუ ის ჩასუნთქული ჰაერი, რომელიც არ ახდენს არ იღებს გასაწვლაში მონაწილეობას. ჩავისუნთქეთ და ამოვისუნთქეთ. ანუ კაპილარებთან შეხება არ ქონია. ხო, სად არ არის, როდის არ არის ეს მომარაგება? თრომბოემბო ყველაზე მარტივი, ხო, ან მარტივია, წერია. თრომბოემბოლია, ხო, ნუ ეს არის, ანუ
უკვე პათოლოგიური მკვდარი სივრცე. სადაც ჩავისუნთქეთ, ალვეოლებამდე მივიტანეთ ჰაერი და სულ ტყუილად. არაფერი რეალურად შედეგი ამას არ მოყოლია, ხო? და არსებობს კიდე მეორე ტერმინი, ეს არის ფილტვის შუნტი. შუნტი რა არის? შუნტი არის უკვე პირიქით, ხო? როცა ვენტილაცია არ ხდება და ხდება მარტო პერფუზია. როდესაც ვენტილაცია არ ხდება და ხდება მარტო პერფუზია. ეს რა დაავადების დროს იქნება? ასპირაცია რას იწვევს? ატელექტას, ხო? ანუ როდესაც ან პირიქით, როდესაც ბრონქი არის დახშული და შეიძლება იმ ადგილის სისხლის მოქცევა ხდება, უბრალოდ არტერიული ვენური სისხლი გადადის არტერიული სისხლში, ისე რომ ჟანგბადი დამდიდრდება რა. ამიტომ არის ეს ატელექტაზი ყველაზე თვალსაჩინო кейსი ამ ყველაფრის რა. და კიდევ გარკვეული თქვათ ცოდნა ასევე რადიოლოგს ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონდეს სხვა გამოკლებებზეც და განსაკუთრებით ამ გამოკლებებზე აუცილებლად დაავადებებთან ერთად ვისაუბრებ მომავალში რა და ამ სხვადასხვა დაავადებების დროს ამ გამოკლებების დროს რა ცვლილებები გვხდება ამაზეც აუცილებლად უკვე კლინიკურ ნაწილზე როცა გადავალთ იქ ვიტყვით მაგრამ უბრალოდ დავაანონსებ ეს არის ორი მთავარი დიაგნოსტიკური მეთოდი პაციენტებისთვის, ვისაც ფილტვის პრობლემები გვაქვს, ეს არის სპირომეტრია. ხო, ნუ ყველამ ვიცით რაც არის სპირომეტრია და მას აქვს თავისი მონაცემები და ამ მონაცემების შესახებ სასურველია, რომ რადიოლოგმა იცოდეს. ნუ რა თქმა უნდა, დეტალებში ბოლომდე ვერ გავერკვევით, მაგრამ დაახლოებით ინფორმაციას რო დავხედავთ, ხო, უნდა ხვდებოდეთ რა პრობლემასთან შეიძლება გქონდეს საქმე. ეს ერთი და მეორე ასევე არტერიული გაზები, ხო? არტერიული გაზები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ანუ როცა არის ჟანგბადი დაბალი, რაზე უნდა ვიფიქროთ, როცა არის ნახშირო ჟანგი მაღალი, რაზე უნდა ვიფიქროთ, pH-ი როცა არის დაბალი, რას ნიშნავს ეს, ანუ როცა არის მაღალი, რას ნიშნავს. ამაზე ახლა რა თქმა უნდა დეტალურ ახსნას აქ არ დავიწყებ და ზედმეტად არ გადაგტვირთავთ ამითი. მაგრამ დაავადებებს როცა ვახსენებთ და დავიწყებთ, იქ უფრო მეც ვისაუბრებთ რა. მოგლედ დასაწყისისთვის ეს მინდოდა რაც გვეთქვა, დანარჩენი უკვე კლინიკურ ნაწილს დავიწყებთ, პირველი იქნება ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები რა. და მათი რადიოლოგიური თუ კლინიკური ნაწილი. დიდი მადლობა.